მეგობრებო, მოგესალმებით. ვიცი მოგენატრეთ, მეც მომენატრეთ და მოდით ვნახოთ ახლა მინი საჯარო გაშლით, მინი დიაგნოსტიკით. შემდეგი თემა. ახლა ამჟამად ყოფნით თუ არა ენერგია თქვენი სურვილის ასასრულებლად. ახლა აი ამ მოცემულობით ხომ ჩაიფიქრეთ თქვენი ნებისმიერი სურვილი, რომისგანაც ილტვით. თუ არ ილტვით ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ცოტა რთული კი არ იქნება თქვენთვის შესაბამისი დიაგნოსტიკა, ამიტომ ეს საჯარო გაშლა უფრო მეტად იმ ადამიანებს ეხება, რომელსაც კონკრეტულად სურვილი აქვს, რომ მიიღოს რაღაც და ამისკენ ილტვის. აქვს ოცნება, აქვს სურვილი, აქვს მიზანი. მაშასადამე, პირველი ვარიანტი, ყოფნით თუ არა ენერგია ახლა, მეორე ვარიანტი, ყოფნით თუ არა ენერგია ახლა და მესამე ვარიანტი, ყოფნით თუ არა ენერგია. გავასწორებ ფოკუსი, რომ უფრო კარგად დაინახოთ. ვარიანტი პირველი, ყოფნით თუ არა ენერგია თქვენი სურვილის ასასრულებლად, ვარიანტი 2, ყოფნით თუ არა ენერგია თქვენი სურვილის ასასრულებლად და ვარიანტი 3. ყოფნით თუ არა ენერგია თქვენი სურვილის ასასრულებლად. მაშასადამე ახლა დახუჭეთ თვალები, დაინახეთ ის კონკრეტული სურვილი, რომელიც ახლა თქვენ გინდათ რომ მიიღოთ, მიაღწიოთ. დაიმორჩილოთ და როდესაც თვალებს გაახელთ, მე თქვენთვის ერთი არკანით წავიკითხავ, თუ რაიმე კითხვები არ მექნება დამატებით, ყოფნით თუ არა ენერგია. მაშასადამე, როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად დაგიძახეთ, აი უფრო გამოვწერო, კიდევ უფრო კარგად დაინახოთ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, ყოფნით თუ არა ენერგია ახლა რომ სურვილი ასრულოთ, არკანი მაგი. აბსოლუტურად ყოფნით ენერგია, გაქვთ ამის ცოდნა, გაქვთ ამის ძალა, ფლობთ ენერგიას, ფლობთ ცოდნას. იცით, რომ თქვენი გზა რომლითაც თქვენ მიდიხართ, ახლა თქვენი სურვილის ასასრულებლად არის აბსოლუტურად სწორი. და მე ვფიქრობ, რომ აქ ხელს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგიშლით, თუ თქვენ თვითონ არ შეაშლევინებთ ვინმეს ან რაიმე ფაქტორებს ხელს, ხო? იმიტომ რომ ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ გააფუჭოთ ამ სურვილის ასრულების აი ეს სწორი გზა, თქვენ გააფუჭოთ, ამას მეტი ვერავინ ვერ გააფუჭებს, იმიტომ რომ არკანი მაგია მოვიდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე თქვენზე არა, ეს თქვენ ხართ არკანი მაგი, ეს თქვენ ხართ არკანი ჯადოქარი, რომელიც ოსტატიც არის, რომელიც ის არის რბილია, დრეკადია, როგორც იტყვიან, ყველა ხვრელში შეუძლია გააძრეს, როცა საჭიროა გადიდდეს, როცა საჭიროა დაპატარავდეს და მიიღოს, თქვენი გზა ყველა გზა, მოდი ასე ვთქვათ, გამართლებულია მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს სხვის პირადი სივრცის დარღვევას, ან პირადი, ესე იგი, რეალობის დარღვევას არ ეხება, ხო? სხვა დანარჩენი, ხო? როგორ აისრულებთ ამ სურვილს, ხო? მაგიას დაიხმართ, მაგიურ პრაქტიკებს დაიხმართ, რაიმე სხვა გზას მიმართავთ ხომ, ისე როგორც თქვენ ეს გესმით და ისე როგორც თქვენ ამას ხედავთ, ეს აუცილებლად გამოვა. საბოლოო ჯამში სხვის სივრცე არ დაარღვევთ, სხვას არ წაართვათ, სხვას არ მოპაროთ, სხვას არ მოატყუოთ და თუ მიყვებით ბოლომდე თქვენს სწორ და ადეკვატურ და სამართლიან გზას, თქვენ აუცილებლად მიიღებთ შესაბამის შედეგს, ჩემო ძვირფასებო. თქვენ მიიღებთ იმ სტაბილურობას, რომლისკენაც ილტვით, მაგრამ მაგს აქვს ერთი მომენტი, შეიძლება დღეს აინთოს ამ სურვილის მიმართ, მაგრამ ხვალ შეიძლება ცოტა ჩაქრეს, იმიტომ რომ არ არის განწყობაზე. ამიტომ ასეთ დროს ყოველთვის ვამბობ, დისციპლინა, მოტივაცია, სიტყვა აი მოტივაცია გვესმის, ხომ? ოკეი, კარგია მოტივაცია, მაგრამ მოტივაცია ეს არის ის ცეცხლი, რომელიც ყოველთვის არანთია, ხო? ყოველთვის მოტივირებულები ვერ ვიქნებით, ხო? ძალიან რთულია. მაგრამ დისციპლინა ეს უკვე არის ის მდგომარეობა, რომელსაც სულ არ აინტერესებს თქვენი მოტივაცია. გაქვს დისციპლინა, ზიხარ აი ამ წესრიგში, ხო? ესე იგი, ეს უნდა გააკეთოთ. ასე დროს ასკეზების პრაქტიკა ძალიან კარგად მუშაობს. ხოლმე არკანი მაგი, ჩემო ძვირფასებო, ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ დამატებით ენერგიას გამოანთავისუფლებთ თქვენი სურვილის ასასრულებლად, ვისთვისაც ეს თემა აქტუალური და საინტერესოა. წლების წინ ვისაუბრე ასკეზას თემაზე.
სხვათა შორის არ ვიქებ თავს, მაგრამ პირველი ადამიანი ვიყავი და შემდგომ ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა, თუმცა მე დახურულ ჯგუფში ვსაუბრობდი, რა თქმა უნდა დახურულ ჯგუფში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც მე ინფორმაცია გაქონდათ. და მოკლედ შემდგომ ეს თემა გახდა ძალიან აქტუალური. თუმცა მე ძალიან მახარებს და პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თუ სწორად აიღებთ ასკეზას, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ვინ როგორ და რამდენი ისაუბრებს ამაზე. მთავარი ეს გააკეთოთ სწორად. ხო, ჩემო ძვირფასებო. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით, სწორად მიდიხართ და მარშრუტი არ აირიოთ, ხო? მეორე ვარიანტი, ესე იგი, ყოფნით თუ არა ენერგია ახლა რომ აისრულოთ ის სურვილი, რომისკენაც ილტვით, ხო? თასების ჩემპიონი ამოვიდა აქ, ჩემო ძვირფასებო. თქვენი პირველ რიგში გეტყვით, რომ სწორად მიდიხართ თქვენც როგორც პირველი ვარიანტი. მე ასე ვიტყოდი, რომ ნახეთ, მეორე ვარიანტი თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს სურვილი იყოს ემოციურად მხარდაჭერილი, იყოს ფიზიკურად მხარდაჭერილი. ანუ ნახეთ, აქ უნდა იყოს, ანუ თქვენ გჭირდებათ, რომ იყოს სხვა ადამიანების მოტივაცია, მოცემული ტკბილი სიტყვა, რწმენა, როდესაც ადამიანს თქვენი სჯერა და სწამს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მიხვდეთ, ხო? პირველ რიგში თქვენი თავის უნდა გწამდეთ და გჯეროდეთ, მაგრამ როდესაც თქვენს ირგვლივ გრძნობთ, რომ თქვენ ხართ აი ამ სურვილის ეპიცენტრი და თქვენ ხართ ის, ვინც არის მთავარ როლში, მოდი ასე ვთქვათ და თან ირგვლივ ადამიანები, სიტუაციები გაგრძნობინებენ იმას, რომ თქვენ მაგარი ხართ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლედ თქვენ ისჯეროდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენთვის რომ ყველაფერი იყოს ძალიან ლამაზად, რაღაცა ესთეტიურად, მშვენიერი იყოს. შეიძლება რაღაცა ესთეტიკასთან და სილამაზესთან და რაღაცა ესეთ რაღაცასთან არის ეს სრული დაკავშირებული, თქო და ყველას არ ეხება, ხო, რაც სილამაზეა, მშვენიერებაა, მიხვდით, ხო, და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდით იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოგცემენ იმის ძალას, რომ ეს სურვილი აისრულოთ, მაგრამ განვმეორდები, თქვენ გაქვთ ამის ენერგია, რომ ეს სურვილი აისრულოთ, ოღონდ ეს ენერგია არის ემოციური აბსოლუტურად, მიხვდით, ხო, დადებითი ემოციები შექმენით თქვენს სწორი არ ვიცით აფირმაცია ეხმარება მადლიერების პრაქტიკა, ეს საოცარი პრაქტიკა, ამაზე წლები უკვე საუბრობ, რომ ყველაზე დიდი და ძვირფასი ენერგია ამ სამყაროში რაც გვაქვს ოქროს გასაღები, ეს არის მადლიერებით დაწყება, დღის და მადლიერებით დასრულება და დღეს უნდა იყო მადლიერი იმით, რაც გაქვს, რომ ხვალ უფრო მეტი კონდეს, თუ ამაზე საუბრობთ, იმიტომ რომ უკმაყოფილო და მუდამ მოწუწუნე ადამიანი და მუდამ დაუნახავი ადამიანი ძირითად შემთხვევაში ვერაფერს ვერ იღებს, ხო? იმიტომ რომ მისი ფოკუსი და ენერგია კვებავს დესტრუქციულ უარყოფით და იმ ენერგიებს, რომელიც საბოლოო ჯამში ეგოს ჩამოამხობს ხოლმე და დაუმსხვრევს ხოლმე ადამიანებს, ხო? რომლებიც ძირითადად თვლიან, რომ სხვები არიან ვალდებულები, რომ მათი სურვილები აასრულონ და მათი მიზნებისკენ სხვები ისწრაფოდნენ. ამიტომ თქვენ არ ხართ ეს ადამიანი ნამდვილად, მაგრამ განვმეორდები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციურად კვებოთ, დადებითი ემოციებით კვებოთ თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილი, რომლისკენაც ძალიან სწორად მიდიხართ და ასევე რა თქმა უნდა გულშთვის სხვა ადამიანების ჩართულობაც ემოციური არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხარდაჭერა ქვია ამას, ხო? როგორ უნდა დაუახლოვდეთ სურვილს კიდევ უფრო მეტად? ხედავთ აი Oracle of Cups, ანუ Champion of Cups, Oracle of Cups და ნახეთ თევზები ვეშაპი ამოვიდა, როგორც ხედავთ ეს ან მთვარე, ან მარგალიტის ამბავიც არის ნამდვილად, თქვენ ხართ მარგალიტი, ჩემო ძვირფასებო. ვეშაპი ხომ ძალიან კარგად იცით, როგორი ძლიერი ძუძუმწოვარია, როგორი საოცარი არსება, ძალიან მისტიური, ძალიან ძლიერი. არ ვიცი, დელფინები ხომ საყვარლები არიან და საოცრად ვეშაპი ეს კიდევ საერთოდ სხვა განზომილება არ არის ვეშაპი ამ ქვეყნიური არსება რა, ამიტომ ეს თქვენ ხართ ეს ვეშაპი ამ შემთხვევაში, არა ამ ქვეყნიური არსება, რომელიც მიცურავს
თავისი სურვილისკენ და აი ეს თქვენი სურვილია, ეს მარგალიტები, რასაც აქ ხედავთ, ხო? ეს ყველაფერი თქვენ ხართ, მაგრამ თქვენ გჭირდებათ გარემო მდგომარეობა, აი ემოციები, დადებითი ემოციები თუ ნაკლებოდ თქვენი თავი და თქვენს ირგვლივ ვინც არიან ეს ადამიანები, ხო? თუ თვითონ ვერ ხვდებიან რაღაცებს, უნდა უთხრათ, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაცია, შექება, ხო? ოღონდ შექება განა ის, რომ რაღაც ვიღაცამ ტყუილ უბრალოდ შეგაქოთ, უბრალოდ რომ რაღაცა ეგო მოგფხანოთ, არა. შექება, დანახვა თქვენი პოტენციალის. თქვენ თუ ამას მიიღებთ, თქვენ მთებს გადადგავთ. ხვდებით ხო, მაგრამ რა თქმა უნდა პირველ რიგში თქვენ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ამ სურვილის ბრილიანტი, მარგალიტი, მთვარეც, მზეც, პლანეტებიც და ასე შემდეგ. სწორად მიდიხართ და კვებეთ საკუთარი თავი დადებითი ემოციებით, თუ ამას ხვები ვერ ფიქრობენ, ვერ ტვინავენ რომ გააკეთონ, მაგრამ განმეორდებით თქვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სხვებმაც გააკეთონ, განსაკუთრებით თქვენთვის საყვარელმა ადამიანებმა და ვარიანტი 3. მესამე ვარიანტი, ყოფნით თუ არა სურვილის ასასრულებლად ენერგია. ხო, აი აქ თქვენ პირდაპირ გეტყვით, რომ არ ყოფნით და რატომ? იმიტომ რომ გეშინიათ, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ საკუთარ თავს მენტალურ გალიაში სვამთ, იმიტომ რომ ნახეთ გალიაში გამომწყდოვლი ჩიტის გალიაში გამომწყდოვლი ლომი ხართ, ანუ რეალურად ნამდვილად ვერ აფასებთ საკუთარ პოტენციალს, ლომი ხართ და თავი ჩიტი გგონიათ. გამიგეთ, შეიძლება ეს სიტყვები თქვენთვის გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია ალბათ, ხომ, რომ მე ვარ ლომი, მაგრამ ჩიტის გალიაში ვზივარ და თავი ჩიტი მგონია უსუსური. ამ დროს ლომი ვარ და ჩემს პოტენციალს ვერ ვიგებ და ვერ ვიაზრებ, ხომ? აქ არის ის მომენტი, რომ შესაძლებელია გარემოებები არ გაძლევდეთ სურვილის ასრულების საშუალებას და არ გაძლევდეთ ენერგიას, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რვიანების ხმლები არც ცხრიანები, არც ათიანები, ეს არის მენტალური გალია. გალია, რომელსაც ჩვენ თვითონ ქმნით ძირითად შემთხვევებში და ჩვენ თვითონვე ვჯდებით და ჩვენ თვითონვე მე აქედან არ გვინდა გამოსვლა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენთვის უფრო კომფორტულია და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ თუ მზაობა არ არის, ესე იგი რაღაცით მე მჭირდება, რომ საკუთარი შიშები გავამართლო. სლენგზე გავაправო ქვია ამას შემოძვირფასება, ასე რომ სანამ საკუთარ ასე ვთქვათ, სისუსტეებს გააправებდეთ და გაამართლებდეთ და ტაშ დაუკრავდეთ, ხო, აქ ენერგია არ გეყოფათ ნამდვილად და შიშები ნამდვილად არის აქ, მაგრამ საწყენი ის არის, რომ ლომიზის ჩიტის გალიაში და გონია რომ ჩიტია და ეშინია. ამ დროს ეს ასე არ არის, ხო? რა უნდა გააკეთოთ, რომ სურვილი დაიახლოვოთ? უნდა იმოქმედოთ, შემოძვირფასო. უნდა იმოქმედოთ და ნახეთ როგორი რაღაც არის, უნდა დაიჭიროთ თქვენი წარმატების, როგორც იტყვიან, წარმატების კატაკუდით უნდა დაიჭიროთ და რაც შეიძლება მეტად უნდა იაქტიუროთ და უნდა იყოთ მონადირე. ხედავთ ხო ესეთი სალამანდრა, ნახეთ არსება, სალამანდრა არ არის გეკო, ახლა არ ვიცი, კამელეონი ალბათ ეს ბატონი არის, მაგრამ ეს ბატონი ვერ იქნება, აშკარად ცოტა სხვა ვიღაცაა, ხო? დაახლოებით მათი მსგავსი. არც ეს არ არის, ხო? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? მთავარია რომ ის ნადირობს, ნადირობის პოზიციაში არის, ინადიროთ უნდა თქვენ სურვილზე, ხო? უნდა ინადიროთ და წყლის შეფები როგორ დარჩენია მინას, კარგია რომ ახლა შევამჩნია ახლოს რომ მივიტანე კადრი, უნდა გავწმინდო სასწრაფო წესით. მოკლედ, თუ ესე შეშინებული ლომივით იჯდებით ჩიტის გალიაში, არაფერი არ გამოვა, უნდა ინადიროთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უნდა ინადიროთ, რომ ეს სურვილი აისრულოთ. უნდა ინადიროთ, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით. გამიგეთ? და საით უნდა აიღოთ გეზი. საით უნდა აიღოთ ნადირობის გეზი. და ამოვიდა შემოძვირფასებო. ძალიან საინტერესო მე-11 არკანი justice, ანუ არკანი სამართლიანობა. საით უნდა იმოძრაოთ? ცით რა არის არკანი სამართლიანობა, ბანალურად თუ ავხსნით, უნდა ვიყოთ სამართლიანები, ვიმოძრაოთ სამარა. აქ ცოტა სხვა რაღაც არის, ხო? სხვათა შორის ყოველს არ ეხება, მაგრამ ამ სურვილის ასრულება შეიძლება მხოლოდ სამართლებლივი გზით, ესეთი რამე შესაძლებელია. დოკუმენტები, ქაღალდები, ხელმოწერა,
საბანკო აქტივობა არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ვალების ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ და სესხების და ასე შემდეგ, ეს შეიძლება ამასაც ნიშნავდეს, ხვდებით ხომ? შეიძლება გეშინია ზუსტად აი ამის, რომ რაღაცას ვერ გაართმევთ თავს. გაართმევთ თავს, იმიტომ რომ გაქვთ ამის ძალას და გაქვთ ამის ენერგიას. უბრალოდ სწორი კომუნიკაციები გჭირდებათ. სურვილი რომ აისრულოთ, ან ნახეთ, უნდა მოგვარდეთ რაღაცა ხელმოწერა, რაღაცას წერთ. ხვდებით ხომ? ხელმოწერა, სასამართლო პროცესი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, ხომ? გინდათ რომ რაღაცა სამართლიანობა მიიღოთ, მაშინ მიყევით ამ პროცესს, მაგრამ შეშინებული იჯდებით. მინდურის თაგვებით, ხომ? იყავით ძლიერები და იყავით სამართლიანები, ასევე არკანი სამართლიანობა ამას ნიშნავს, ხომ? ძალიან ისეთი სურვილია ეს სურვილი, რაც თქვენ გაქვთ, მარტივად მისაღები ნამდვილად არ არის, საკმაოდ ბევრ მანევრს და საკმაოდ ბევრ მოძრაობას და საკმაოდ ბევრ მას უნდა ფლობდეთ, ხო? ფორმას, ძალიან ბევრ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რაც მნიშვნელოვანია, უბრალოდ თუ ესე იჯდებით გალიაში, აქ არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ გეშინიათ გასაგებია, მაგრამ უნდა იმოძრავოთ, აქ არ არის შიშის დრო და უნდა იყოთ მაქსიმალურად შემართებით უნდა იყოთ თქვენი აი ამ სურვილისთვის, იმიტომ რომ ეს სურვილი როდესაც გამოვა და მე ამის აუცილებლად მჯერა რომ გამოვა, ხო? ფაქტიურად რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი აბსოლუტურად. პირველ რიგში იმიტომ რომ ბრძოლას ისწავლით. ასე რომ ჩემი ძვირფასებო, ეს არის სამივე ვარიანტის მინი დიაგნოსტიკა პასუხები თქვენთვის. შეკითხვა იყო ასეთი, მყოფნის თუ არა ენერგია ახლა სურვილის ასასრულებლად. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. შეხვედრამდე.